მოგესალმებით, მე ვარ ოთარ მაღალდაძე, ეს არის რუბრიკა ღია საუბრები რეფორმებზე. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ბატონი ვაჟა მალაბურაძე და ვისაუბრებთ ერთ საინტერესო თემაზე. მოგესალმებით ბატონო ვაჟა. ორიოდე სიტყვით თქვენ შესახებ თუ შეიძლება. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. მე გახლავთ უშუალო დემოკრატიული მოძრაობის მონაწილე, ერთ-ერთი მონაწილე. ვარ პოლიტოლოგი, მაქვს იგი უმაღლესი პოლიტიკური განათლება, უმაღლესი ტექნიკური განათლება და ასევე საერთაშორისო ბიზნესის სკოლა მაქვს დამთავრებული ამერიკის შეერთებული შტატების ოკლაჰომის უნივერსიტეტის. და დღეისათვის არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩავთვალე უკვე ადრე, ვიდრე ეს ვითარება შეიქმნებოდა. ანალიზი გაგვიკეთებინა იმ ტენდენციისათვის, პოლიტიკური ტენდენციისათვის, რომელიც დამახასიათებელი იყო მინ პოლიტიკური მოვლენებისათვის საქართველოში და იქედან იმ ანალიზის საფუძველზე რა მდგომარეობას დღეს გვაქვს, ეს დასკვნა არის გაკეთებული, რომ ეს ასეთი მოვლენა იქნებოდა, შეიქმნებოდა საქართველოში და იმ ანალიზმა, ეს თეორიულად რაც იყო ანალიზი გაკეთებული, პრაქტიკულად აჩვენა, რომ ზუსტად იმის მიხედვით ჩამოყალიბდა მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია და გვაქვს ასევე რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით, რომ რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება განსაკუთრებით ეხლა ასეთ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში იმ გარე ფაქტორების, რომელშიც საქართველო არის დღეისათვის ჩავარდნილი და იმ შიდა ფაქტორების პირობებში, რომელიც არსებობს, ყურადღება რაზე უნდა იქნეს გამახვილებული, რა არის აქტუალური, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ჩვენ ვართ, გამოვიდეთ ლეგალურად და მშვიდობიანად. იმიტომ რომ ლეგალური მოქმედება და მშვიდობის შენარჩუნება იმ პირობებიდან წამოყენებით, რომელსაც ჩვენ გარე და შიდა ფაქტორები გვიყენებს, აუცილებელი არის. ესე იგი, თუ ჩვენ რომელიმე მხარეს ცალმხრივად მოგვიწევს მოქმედება და არ იქნება აი ეს ორი პრინციპიდან გამომდინარე მოქმედება განვითარებული, პრობლემა გვექნება, იმიტომ რომ მოსალოდნელი არის, რომ დავბრუნდეთ ისევე ტოტალიტარიზმში და ეს არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ მიმდინარეობს ასეთი პროცესები, ან მოხდეს დესტრუქციული მოვლენების განვითარება, ესე იგი დამანგრეველი პოლიტიკური მოვლენების განვითარება, რომელიც საბოლოო ჯამში ის ხელს უწყობს ისედაც მყიფე სუვერენიტეტს, რომელიც საქართველოს გააჩნია დღეისათვის იმის გამო, რომ რუსეთისგან ნაწილობრივ ოკუპირებული არის მისი ტერიტორიები და ჩვენ ვერ ფუნქციონირებთ მიუხედავად მხარდაჭერისა დემოკრატიული სამყაროსა სრულფასოვან სუვერენულ სახელმწიფოდ. უქმნის საშიშროებას დესტაბილიზაციისა და ამ სუვერენიტეტის, მყიფე სუვერენიტეტის დაკარგვისა და დესტრუქციული პოლიგონად საქართველოს გადაქცევისას. აი ეს აქედან ეს არის ეს მინდოდა მეთქვა ჩემ შესახებ და იმასთან დაკავშირებით რაზედაც მე საქმიანობდი. ბატონო ვაჟა, ეს უშუალო დემოკრატიის ორგანიზაციაა? უშუალო დემოკრატიული ორგანიზაცია არ არის ეს, ეს არის არაფორმალური გაერთიანება. მართალია ორგანიზაციული ფორმა აქვს იმისათვის, რომ რეგისტრირებული იყოს რაღაცა ფორმით, მაგრამ ფაქტიურად, რეალურად ეს არაფორმალური გაერთიანება, რომელსაც გააჩნია არაპარტიული გაერთიანება, სამოქალაქო გაერთიანება, მაგრამ განსხვავებით აი ეხლა რომ ამბობენ სამოქალაქო საზოგადოების ხო არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ პოლიტიკაში მონაწილეობას არ ღებულობენ და ასე შემდეგ რო აცხადებენ, რაც მხოლოდ ფორმალური განაცხადია, იმიტომ რომ არასამთავრობო სამოქალაქო ორგანიზაცია გამორიცხული არის, რომ პოლიტიკურ მოქმედებას არ აწარმოებდეს. ჩვენ პოლიტიკური მიზანი გააჩნია, ვინც ამ მონაწილეობს, პოლიტიკური მიზანი გააჩნია კონკრეტული, რომ ამ პოლიტიკური მიზნის განხორციელებისათვის მოქმედებს. კონკრეტული პოლიტიკური მიზანი ეს არის პროსაბჭოური ტიპის ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმის და მისი გამოყენებით მიტაცებული სუვერენული ხალხის სუვერენობის საფუძველზე ფალსიფიცირებული არჩევნებით ჩამოყალიბებული ხელისუფლების უშუალოდ პირდაპირ დემოკრატიულად, ლეგიტიმურად, მშვიდობიანად შეცვლა. კი ბატონო. გესახებათ მექანიზმები და გზები. როგორ შეიძლება მოხდეს? ხო, იცით როგორ არის? აი მექანიზმები ამისი არის ის, რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ შეცვლას, ეს შეცვლა არ მოიაზრებს დამხობას, ზოგიერთ რო არის ახლა მოსაზრებები დამხობა და ასე შემდგომ. ესე იგი შეცვლაში მოიაზრება დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით დემოკრატიული ხელისუფლების არჩევა. მაგრამ
აი ჩვენი პოლიტიკური მიზანი მოიაზრებს, რომ დემოკრატიული არჩევნები რო ჩატარდეს, ამისათვის აუცილებელი არის წინაპირობების შექმნა გარკვეული და ეს წინაპირობები დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ ლეგალურ გარემოსთან, რომელიც არსებობს და განაპირობებს არჩევნების დემოკრატიულობას. აქ მარტო სამართლებრივ გარემოზე კი არ არის საუბარი, პოლიტიკურ გარემოზე არის საუბარი. ესე იგი, რომ პოლიტიკური გარემო ფაქტიურად და არა მხოლოდ ფორმალურ სამართლებრივად უნდა იყოს ისეთი, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. თუმცა ბუნებრივი არის, აქ მიზანშეწონილი არის და მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ გარემოსაც, რომელიც არსებობს და განაპირობებს არჩევნების ჩატარებას, აი როგორც არის საარჩევნო კანონი, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ასე შემდგომ. მაგრამ ჩვენ განსხვავდებით იმით, რომ მიგვაჩნია, რომ თუ არაფალსიფიცირებული, ანუ არადემოკრატიულობა არჩევნების და წარმომადგენლობითი დემოკრატია საერთოდ და თანამედროვე დემოკრატია ძირითადად წარმომადგენლულ დემოკრატიას მოიაზრებს. მართალია პირდაპირ დემოკრატიულიც არის, უშუალო დემოკრატიული, მაგრამ თვითონ ქვეყნის მართვა თანამედროვე დემოკრატია მოიაზრებს წარმომადგენლობითი ხელისუფლების მეშვეობით ქვეყნის მართვას ხალხისაგან დამოუკიდებლად. ანუ ხალხი კი არ მართავს ხელისუფლებას კომუნისტების დროს რო იყო, რომ ხალხი მონაწილეობს მართვაში და კომისიები და ასე შემდგომ. ესე არ არის. ესე იგი, ხალხი ირჩევს ხელისუფლებას თანამედროვე დემოკრატიაში, პოლიტიკურ ელიტის სახით ირჩევს ხელისუფლებას, უცხადებს მორჩილებას ამ ხელისუფლებას, რომელიც მის არის არჩეული და ამ ნებაყოფილითი მორჩილობის საფუძველზე ხელისუფლების მეშვეობით ხორციელდება მმართველობა. მაგრამ ეს არ მოიაზრებს იმას, რომ რადგანაც ხალხი მორჩილებას, ანუ ხალხის უმრავლესობის მორჩილებაში დებს საფუძველი ელიტისა, რომელიც მართავს ხელისუფლებას, რომ ძალაუფლებას შეუწყო და ელიტას გააჩნია, რომელიც ხალხმა აირჩია. ანუ ის მმართველობას, რომელსაც ახორციელებს ელიტა, რაღაცა ფორმით ძალაუფლების არჩევნებისგან დამოუკიდებლად შეზღუდული არის ხალხისაგან, ამომრჩევლებისაგან, მოქალაქეთა უმრავლესობის ნებით, რომელსაც აუცილებლობის შემთხვევაში იყენებს ხალხი იმისათვის, რომ ის ელიტა, რომელიც მართავს, თავს არ გავიდეს, ბოროტად არ გამოიყენოს ძალაუფლება და ასე შემდგომ და შეასრულოს სრულყოფილად დემოკრატიული ფუნქციები, ის ფუნქციები დემოკრატიული მმართველობისა, რომელიც აუცილებელია. რა ბერკეტები აქვს საზოგადოებას ამისთვის? როგორ არის, იცით, აი სხვადასხვა ქვეყნებში ეს ბერკეტები სხვადასხვანაირად არის ჩამოყალიბებული. ეს ჩამოყალიბდა მათი პოლიტიკური ცხოვრების განვითარების დინამიკიდან გამომდინარე, იმიტომ რომ სხვადასხვა ქვეყნებში ეს დინამიკა სხვადასხვანაირი იყო. ავტორიტარიზმი ყველა ქვეყანას ჰქონდა მეტნაკლებად, ამაკედან გამოსვლა სხვადასხვანაირად მოხდა. აი ეს ზოგიერთ ქვეყნებში არის როგორ არის, იცით, აი ზოგიერთ ქვეყნებში არის ის, რომ კონსტიტუციით არის თვითონ უზრუნველყოფილი ეს ბერკეტები, რომელსაც წარმომადგენლობითი ხელისუფლება ვერ ცვლის. ესე იგი, კონსტიტუციის შეცვლა არ არის წარმომადგენლობითი ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური უმრავლესობის პოლიტიკურ ნებაზე. ხალხის უშუალო ნებით არის ეს კონსტიტუცია ჩამოყალიბებული, ან სხვა ფორმით, მაგრამ არა წარმომადგენლობათა ხელისუფლების ნებისგან გამომდინარე და იმაში არის ჩადებული ეს ბერკეტები, როგორ და როგორ უნდა მოხდეს. აი ესეთი შეზღუდვები. აი ამერიკის შეერთებულ შტატებში ავიღოთ, ხომ? ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესი კონსტიტუციას ვერ ცვლის. თელმა 100%-მა წარმომადგენელთა პალატამ და სენატმაც ერთად ყველამ 100%-მა ხარობის ეს ვერ ცვლიან. ესე იგი, მექანიზმი არის ისეთი ჩადებული, რომ კონსტიტუცია რო შეიცვალოს, სხვადასხვა გზები არსებობს კონსტიტუციის შეცვლის, ამაში ჩართული უნდა იყოს როგორც მთლიანად საზოგადოება, ასევე შტატები უნდა იყოს ჩართული, საზოგადოების მიერ არჩეული სხვადასხვა ორგანოები, სხვადასხვა გზა არსებობს კონსტიტუციის შეცვლისა და საბოლოო ჯამში ეს უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოქალაქეთა უშუალო უმრავლესობის ნება და ამაში მონაწილეობას ღებულობენ შტატების კონსტიტუციებიც. ანუ შტატების კონსტიტუციით ძალაუფლება ცენტრში კონცენტრირებული არ არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. გადანაწილებული არის რეგიონებზეც. ესე იგი, ეს ერთ-ერთი ფორმა წარმოადგენლობით ცენტრალური ხელისუფლების შეზღუდვისა არის ძალაუფლების გადანაწილება რეგიონებზე. აი ეს ამ ფორმით არის შეზღუდვა. ესე იგი, ცენტრში, როდესაც არ არის დამოკიდებული მთლიანად ყველა ნებისმიერი კანონის მიღება და დამოკიდებულია რეგიონებზე, ბუნებრივი არის შეზღუდული არის წარმოადგენლობით ხელისუფლების უფლება და ვერ ახორციელებს ის თავის შეზღუდვას. თუმცა, ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებზე რო ვთქვი, ცალკეულ შტატებში
გათვალისწინებული არის რეფერენდუმით კანონის მიღების და გაუქმების უფლებაც. ანუ აუცილებლობის შემთხვევაში შტატმა კონსტიტუციური ცვლილება, რომლის ინიციირებასაც კონგრესი ახდენს, რომ დაამტკიცოს აუცილებელი არის. ესე იგი კონსტიტუციური ცვლილების ინიციირება, როდესაც ხდება შტატებში, მისი განხილვა ხდება ცალკეული შტატის ზონაზე 2/3 შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს. იქ გათვალისწინებული არის შტატების კონსტიტუციით, რეფერენდუმიც არის ზოგიერთ შტატში გათვალისწინებული. ანუ ეს რთული პროცესი არის, რომელიც უზრუნველყოფს ზღუდავს წარმომადგენლობითი ხელისუფლების პოლიტიკურ უფლებას. ანუ პოლიტიკური უფლება და პოლიტიკური ნება წარმომადგენლობითი ხელისუფლებისა შეზღუდული არის კონსტიტუციით განპირობებული გარკვეული ფორმით და არ ეძლევა საშუალება მას, რომ ნებისმიერი რანგის კანონი მიიღოს. ეს არის ერთი შეზღუდვა. ხლა მეორე შეზღუდვა არის ის, რომ მიღებულია საერთოდ და ეს ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა, რომ ისტორიულად დემოკრატია ასე კი არ ჩამოყალიბდა, რომ ჯერ დემოკრატია შეიქმნა და მერე შეიქმნა კერძო საკუთრება და ადამიანის უფლებები. ესე იგი, ადამიანის უფლებების განვითარებამ და კერძო საკუთრების პოლიტიკური ფენომენის განვითარებამ ჩამოაყალიბა შემდგომ დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა. ანუ ეს რაზედაც ახლა მე ვილაპარაკე, შეზღუდული არის ადამიანის უფლებების დეკლარაციით, რაც არის ჩადებული. და შეზღუდული არის ასევე კერძო საკუთრების უფლებით. ანუ კონსტიტუციაში არის თუ არ არის, თუმცა ყველა კონსტიტუციაში ეს აღნიშნულია, როცა ადამიანის უფლებებზეა ლაპარაკი. წარმომადგენლობითი ხელისუფლების ნება შეზღუდული არის ადამიანის უფლებებით და კერძო საკუთრების უფლებით. ანუ მისი ნება ვერ იქნება ამ უფლებების შემზღუდავი პოლიტიკური მიმდინარეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ვინც არის ხელისუფლებაში მოქცეული, თქვათ, იმ იდეოლოგიიდან გამომდინარე, რომელიც ხელისუფლებაში მოექცევა. ეს არის ყველაზე მაღალ დონეზე. თუმცა გათვალისწინებული არის შეზღუდვა ადამიანის უფლებებისაც და აი ამ კერძო საკუთრების უფლებებისაც განსაკუთრებულ გამონაკლისების შემთხვევაში ეროვნულ საზოგადოებრივ ინტერესებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ოღონდ გამონაკლისების შემთხვევაში და ესეც როგორც გარკვეული კატეგორია და სასამართლოები არის ამას ჩართული. ეს არის ერთი ფორმა შეზღუდვისა, რაც მე ვთქვი. მეორე სახელმწიფოებში მეორე შეზღუდვის ფორმა ეს არის რეფერენდუმით ხდება შეზღუდვა წარმომადგენლობითი ხელისუფლების პოლიტიკური ნებისა, რომელიც მოსულია. ეს რეფერენდუმით ხდება იმით, რომ რეფერენდუმით კანონის მიღება და გაუქმება ხდება. მაგალითად შვეიცარია. მაგალითად ავიღოთ შვეიცარია, მაგრამ შვეიცარია ევროკავშირის წევრი არ არის. ავიღოთ იტალია. იტალია ევროკავშირის წევრი არის, ხო? იტალია ავიღოთ. იტალიის კონსტიტუციით 500,000 ამომრჩეველი თუ მოითხოვს, ვალდებული არის, რომ პრეზიდენტმა დანიშნოს რეფერენდუმი პარლამენტის მიერ მიღებული კანონის გასაუქმებლად და მთავრობისათვის დობის ან უნდობლობის გამოსაცხადებლად. ესე იგი, ეს ისე კი არ არის, რომ რეფერენდუმი ტარდება. რეფერენდუმზე კი არ არის საუბარი, რომ რეფერენდუმი ტარდება. აი რეფერენდუმზე მიღებულ გადაწყვეტილებას კანონის ფორმით ხდება მიღება. ანუ ის არ ექვემდებარება შემდგომ პარლამენტის განხილვას, ანუ კანონშემოქმედებითი ორგანოს განხილვას. პირდაპირ გადაწყვეტილება არის ჩადებული, 500,000-მა მოითხოვა, მიიღო კანონი, რომ უნდობლობა გამოუცხადეს ხელისუფლებას, ან კანონი გაუქმდეს პარლამენტის მიერ მიღებული რეფერენდუმის გადაწყვეტილება კანონის სახით ხდება საფუძველი უკვე აი ასეთი შეზღუდვისა. ეს არის იტალიაში. ან 500,000-მა უნდა მოითხოვოს რეფერენდუმის ჩატარება, ან 5 ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს. ესე იგი, 5 ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს თუ მოითხოვს, ზღუდავს ცენტრალურ ხელისუფლების უფლებას. აი ეს არის იტალიაში. ხოლო მე რა მინდა ვთქვა, ეცით რომ ჩვენთან რატომღაც აი იმდენად არის ეს გამშვალული ავტოკრატიული მართლობისადმი მხარდაჭერა და ეს მოდის აი საბჭოთა მენტალობიდან და საბჭოთა მართვის სისტემიდან, რომ ვერ ეგუებიან, ურევენ ერთმანეთში ძალაუფლების განხორციელებას და ქვეყნის მართვას. ესე იგი, დემოკრატიაში კი არის, ხო თქვენ განმარტებები რო ნახოთ, სხვადასხვა განმარტებებია, ჩვენ რო ვისაუბრეთ ახლა წინა საუბარზე. მე ვთქვი ზუსტად, რომ ამაზე არ გვინდა ახლა საუბარი, მეთქი, რომ დემოკრატია და ასე შემდგომ და თეორიული საფუძვლები და ასე შემდგომ. ესე იგი, სხვადასხვა განმარტებები აქვს, მაგრამ აი თანამედროვე პირობებში დემოკრატიაში მოიაზრება ხალხის სუვერენობა და არა ხალხის მმართველობა. თუმცა, რო ნახოთ ახლა თქვენ ლექსიკონებშიც, თქვათ, აი ხელოვნური ტელექსს რო კითხოთ, გეტყვით, რომ დემოკრატია ეს არის ხალხის სუვერენობა. და მე არის მმართველობა ხალხისა იმ ფორმით, როგორც მე ვლაპარაკობ. აი ხალხის სუვერენობის გამტარება თვითონ განმარტება აი ამასთან დაკავშირებით არის ჩამოუყალიბლობა ჩვენთან, რომ ხალხის სუვერენობაში
მოიაზრება მოქალაქეთა მორჩილი რო ვამბობთ ჩვენ რომ ირჩევს ხელისუფლებას პოლიტიკურ ელიტას, რომელიც მართავს ხალხისგან დამოუკიდებლად ხელისუფლებას. ხელისუფლება არის სხვადასხვა დამოუკიდებელი შტოების, რომელიც ერთმანეთს ისედაც აწონასწორებს, მაგრამ ერთად როა შეკრან პირი ამ ხელისუფლების ორგანოებმა თავისი ამორჩევლებისგან დამოუკიდებლად, რადგან სამივე შეუძლია მოქმედება და კორპორაციულად, ასე ვთქვათ, არ მოინდომონ ხალხზე ბატონობა, აი ეს უფლება არის ჩამოყალიბებული, როგორც მე ვლაპარაკობ, რომ უფლება გააჩნიათ, რომ მოქალაქეთა უმრავლესობის პოლიტიკური ნებაზე დაღწნობით მიღებული იქნეს გადაწყვეტილება და შეზღუდული იქნას არჩეული ხელისუფლება. აი ეს არის რეფერენდუმი. ეხლა ზოგიერთ ქვეყნებში ეხლა მე ვთქვი კიდე რომ ტრადიციულად არის ჩამოყალიბებული. აი დიდ ბრიტანეთში მაგალითად კონსტიტუციაც არ არის პრეცედენტული სამართალია, მაგრამ ტრადიციულად არის ჩამოყალიბებული, რომ არ იღებს ხელისუფლება ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მოქალაქეთა უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგება. თუმცა არაპოპულარული ცალკეული გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევა, რასაც ჩვენ ვეძახით, ნებისმიერ ქვეყანაში ან ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. აი მე ჩამოთვალე ერთი ფორმა, მეორე ფორმა, მესამე ფორმა, ხო? ესე იგი კონსტიტუციით, რომელიც ხალხის მიერ არ არის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული და რომელსაც ვერცვლის წარმომადგენლობითი ორგანო ხალხის უშუალონების გარეშე, ძალაუფლების გადანაწილებით ცენტრიდან ადგილებზე, რეფერენდუმით კანონის მიღების და გაუქმების უფლებით და ტრადიციულად, ხო? ეს ყველაფერი როგორ ჩამოყალიბდა სხვადასხვა ქვეყნებში, დამოკიდებული იყო მათი პოლიტიკური ცხოვრების განვითარების დინამიკაზე. ხო, იტალიაში როგორც არის შეზღუდული, ისე არ არის შეზღუდული ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვანაირად. გერმანიაში სხვანაირად არის. აი საქართველოში ეს ჩამოყალიბდა, რომ განავახილოთ პოლიტიკურ დინამიკას ჩვენთან, ცდელობა ამის ჩამოყალიბების არის რეფერენდუმის გამოყენებით, ანუ რეფერენდუმით კანონის მიღების და გაუქმების უფლებით. ეს არის 21 წლის კონსტიტუციით გათვალისწინებული. ეს ასევე მოხდა, როდესაც გამსახურდიას ხელისუფლება მოვიდა ხელისუფლებაში, გამსახურდიას სხვათა შორის ხელისუფლებაში მიღებამდე აი გარემოში რო შეიქმნა, რო არის ლაპარაკი იმაზე, აი გარემოსთან დაკავშირებით, რომ რაღაც გარკვეული გარემო შეიქმნა. გამსახურდია მიიღო კანონი რეფერენდუმის შესახებ. და ამ კანონში 91 წლის 29 იანვარს მიიღო ეს კანონი. ამ კანონში პირდაპირ არის ჩადებული, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ რეფერენდუმით კანონის მიღებისა და გაუქმების უფლება, მიიღონ და გააუქმონ კანონი. ასევე არის რომ მეტიც არის იქ, რომ ცალკეული კანონის განმარტების უფლებაც აქვს, რომ რეფერენდუმით მისცენ. აი, რო არის ჩვენთან ახლა ხო ხო ინტერპრეტაცია ხო არის ახლა ჩვენთან კანონს მიიღებს პარლამენტი და როგორც მოეხასიათებათ, ასე თქვი, ისეთ განმარტებას აძლევს პოლიტიკური ელიტა, რომელიც ხელისუფლებაშია, პოლიტიკურ დირექტივას აძლევს მერე სხვა ხელისუფლების შტოებზე, ისინიც ესეთ განმარტებიდან გამომდინარე იღებენ ახდენენ აღმასრულებელ მოქმედებას, ხო? გნება მთავრობა იღეთ და გნება სასამართლო აიღეთ. აი ასეთ შემთხვევაში განმარტებაც რომ ისეს აუცილებლობის შემთხვევაში რეფერენდუმით არის გათვალისწინებული. მაგრამ ვიმეორებ კიდე რომ ეს არ ნიშნავს რომ რეფერენდუმით უნდა იმართოს ქვეყანა და ხალხმა წარამარა უნდა ატარონ რეფერენდუმი, ან ხელისუფლებას შეზღუდული ისეთნაირად რომ ან ვერ მართოს ქვეყანა იმის შიშით რომ რეფერენდუმებს ჩაუტარებენ. ეს ხდება აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც აუცილებლობა ამასით დგება და ეს აუცილებლობა როგორ განისაზღვრება, ეს სხვა საკითხია. აი აუცილებლობა არის დღეს, როდესაც სისტემატურად საზოგადოებრივი პროტესტი არის ამდენი, მოქალაქეთა უმრავლესობა თხოვლობს ევრო ორიენტაციას და მხარს უჭერს ესე იგი დემოკრატიულ ევროატლანტიკულ ორიენტაციას და არის მოსახლეობათა მეორე ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება ამას. არის ესეც რეალობა არის, ხო? აი ესეთი აუცილებლობა, როდესაც დგება, ეს მექანიზმი ერთვება, მაგრამ ეს მექანიზმი მექანიკურად კი არ ერთვება, როგორც აი ავტომატურად არ ერთვება, ესე იგი სამართლებრივი ნორმითაც არის ეს ჩამოყალიბებული, რომ არ მივიდეს ავტომატურ მოქმედებამდე. თუ ეხლა ავტომატურად თუ გამოვიდა ხალხის უმრავლესობა კუჭაში და ჩაატარა და მოქმედებები განავითარა, იმას არ ჭირდება არც რეფერენდუმი და არც კანონი. ესეც კანონზომიერია გარკვეულ შემთხვევაში. მაგრამ ჩვენ დღევანდელი კონსტიტუცია ზღუდავს რეფერენდუმს კანონის მიღებაზე ან გაუქმებაზე, ხო? სამწუხაროდ. ესე იგი დღევანდელი კონსტიტუცია კი არ ზღუდავს. აი დღევანდელი კონსტიტუციის საფუძველი სამართლებრივი არის 1921 წლის კონსტიტუცია. და იქ იყო უფლება. ჩადებულია იქ უფლებად. აი იმ 21 წლის კონსტიტუციის შესაბამისად წარმომადგენლობით ხელისუფლებას არჩეული რომელიც არის კონსტიტუციის ცვლილებას არ შეუძლია განახორციელოს თუ რეფერენდუმზე არ დაამტკიცებს. ეს არის
ჩადებული საფუძვლებში, აი პრეამბულა რო ნახოთ ჩვენი კონსტიტუციის. წერია პირდაპირ 21 წლის კონსტიტუციის სამართლებრივი მემკვიდრეა და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე არის მიღებული. ასევე ხაზგასმულია ჩვენს კონსტიტუციაში დღევანდელში რომ ჩვენი კონსტიტუციური პოლიტიკური წყობილება ეს არის დემოკრატიული რესპუბლიკა. ეხლა ჩვენ კიდევ ვიმეორებ, მე არ მინდა იქ გადავიდეთ განმარტებებზე, იმიტომ დემოკრატიული რესპუბლიკა ეს არის ტიპი არის, ესე იგი ეს არის სახელმწიფოს ტიპი არის, ანუ მართვის ფორმა კი არ არის. მართვის ფორმაზე კი ვლაპარაკობ, სახელმწიფოს მართვის ფორმა დემოკრატიის პირობებში შეიძლება იყოს საპარლამენტო რესპუბლიკა, ანუ საპარლამენტო მმართველობით და საპრეზიდენტო მმართველობით. დემოკრატიულ რესპუბლიკას, როდესაც ვლაპარაკობ, ჩვენ ეს მოიაზრებს, რომ დემოკრატიულ რესპუბლიკაში სუვერენობა ეკუთვნის ხალხს. ამაზეა ლაპარაკი. ანუ დემოკრატიული რესპუბლიკის ტიპია ჩადებული. ესე იგი, ჩვენ კონსტიტუცია გვეუბნება, რომ კონსტიტუციური საფუძვლის მიხედვით ხალხის სუვერენობა არის პრიორიტეტული და არა წარმომადგენლობათა ხელისუფლების ნება, კონსტიტუცია გვეუბნება სამართლებრივად. ასევე კონსტიტუცია გვეუბნება, რომ პოლიტიკური სისტემაც ასეთია დემოკრატიული რესპუბლიკა არის, ანუ ხალხის სუვერენობა არის პრიორიტეტული და არა წარმომადგენლობათა ხელისუფლების, მაგრამ პოლიტიკურ თაღლითებს აქვს გაკეთებული, რომ კონსტიტუცია მიიღეს პოლიტიკურად თაღლითურად. ეს რას ნიშნავს ახლა პოლიტიკური თაღლითობა ნიშნავს, როდესაც სამართლებრივ ნორმებზე და იმ პოლიტიკურ ნორმებზე, რომელიც საფუძვლად უდევს ამა თუ იმ სამართლებრივ აქტს, არ მიიღებ იმაზე დამოკიდებულებით და გამოიყენებ შენ თაღლითობას იმ ნორმების დამახინჯებით მიიღებ კონსტიტუციას. ანუ ჩაწერეს, რომ დემოკრატიული რესპუბლიკა არის, ხალხის სუვერენობა გააჩნია, მაგრამ სუვერენობა რაშიც გამოიხატება სამართლებრივი ნორმის გამოყენებით კონსტიტუციაში. მუხლი შეიტანეს ხარვეზით, თაღლითობა ამას ქვია, მიიღო წარმომადგენლობითა ხელისუფლება და არა ხალხმა, იმიტომ რომ ხალხი ამას არ დაამტკიცებდა და ჩაწერა, რომ ესე იგი სუვერენობა ხალხის შეზღუდული არის წარმომადგენლობითი ხელისუფლების ნებით, რომელიც ხელისუფლებაში მოვა და აქცენტი გადმოტანილია წარმომადგენლობითი ხელისუფლების არჩევანზე, მხოლოდ და მხოლოდ. ანუ არჩევნები დემოკრატიისათვის დამახასიათებელია, მაგრამ იმ სახელმწიფოში, სადაც სუვერენობა არ არის გარანტირებული, დემოკრატიული არჩევნებზე გადმოტანა ეს არის ფორმალობა მხოლოდ და მხოლოდ. ასეა ჩვენთან, ისე რომ ჩვენი კონსტიტუციური პოლიტიკური წყობილება დღეს სამართლებრივ არგუმენტს გვაძლევს. აქ იმაზე არ არის საუბარი, ლეგიტიმურია თუ არა, იმიტომ თვითონ ლეგიტიმურობა და ლეგალურობა მართალია ერთმანეთთან დაკავშირებული ცნებებია და ერთმანეთიდან გამოდის, მაგრამ სხვადასხვა ცნებებია. ლეგიტიმურობის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხის მიერ აღიარებას. ესე იგი, მარტო ის არ არის, რომ შენ კანონში ჩაწერე, ასე არის. ეს აღიარებული უნდა იყოს მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ. ამაზე არის ლაპარაკი. ანუ ეხლა ჩვენ რომ ლაპარაკობთ, რომ აი თქვათ არჩევნებთან დაკავშირებით ხო არის, არალეგიტიმურია, ლეგიტიმურობა არ აქვს და ეს პოლიტიკური შეფასება არის. მაგრამ არალეგალურია, ამაზე ვერ იტყვი, იმიტომ რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები არ არსებობს არჩევნების არალეგალ მართლმიერებასთან დაკავშირებით. არ არის მიღებული გადაწყვეტილება მისი შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით, ისე რომ აი ეს აღრევა ამ ცნებებისა არალეგალურობის და არალეგიტიმურობის საშუალებას აძლევს ავტოკრატიას, ვინც არის ხელისუფლებაში, რომ ამაზე სპეკულირებით ხალხი აბრძოლოს არალეგიტიმურობისათვის და ვერ დაამტკიცოს ხალხმა, რომ ის არალეგალური არ არის ეს არალეგიტიმურობა და ამავე დროს რაც არალეგალურად მოქმედებს, რაშიც იმაზე ყურადღება დაუხშოს, ყურადღება ჩაუხშოს, რაც არის მიზეზი ამ არალეგიტიმურობისა და შეინარჩუნოს ამითი ეს არალეგიტიმურობა, ოღონდ სხვა ფორმით. აი ეს მომენტია ჩვენთან. ისე რომ ის რასაც თქვენ ამბობთ, რომ კონსტიტუციური შეზღუდვა არის, კონსტიტუციური შეზღუდვა არის, მართალია, მაგრამ ქართველ ხალხს, აი მე თქვენ პირდაპირ ვამბობ ამას სრული პასუხისმგებლობით, შეუძლიათ ამასთან დაკავშირებით დისკუსიაც გამართონ, ლეგალურად აქვს წართმეული სუვერენობა დღეისათვის პოლიტიკური თაღლითობით, მეშვეობით, სამართლებრივი ხარვეზის გამოყენებით და მონოპოლიზირებული აქვს პოლიტიკური თაღლითების ჯგუფს, რომელსაც ჩაგდებული აქვს ხელში შეზღუდული აქვს ხალხის სუვერენობა. ხალხი გამოიყენებს თუ არა ამ ხალხის სუვერენობის შეზღუდვას, ამას პრაქტიკა გვიჩვენებს ცხოვრებაში და აჩვენებს. აი ამაზე არის საუბარი, ისე რომ ლეგალური საფუძველი არის ამისი მოთხოვნისაა. თუ არ მოითხოვე, ეს რაზედაც მე ვლაპარაკობ. და თუ არ იმოქმედე ამისათვის ლეგალური ფორმებით, ბუნებრივი არის, ამაზე ყურადღება არ არის გამახვილებული და ყურადღება გამახვილებულია არჩევნებზე და არჩევნების ჩატარებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის ეს ბატონო, აი არჩევნების არალეგიტიმურობა
არ არის საფუძველი იმისა, რომ ხელისუფლების დამხობა მოითხოვონ, ან ხელისუფლების შეცვლა მოითხოვონ. მიუხედავად მხარდაჭერისა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ საზოგადოებრივი პროტესტი არის ახლა დაფუძნებული ჩვენთან ის რაც ჩვენ აი ფორმალური დემოკრატია რო გვაქვს, იმის შენარჩუნება და მხარდაჭერა ჩვენი ორიენტაციისა ისტორიული, რომელიც აქვს საქართველოს არჩეული და ასევე დამოკიდებული არის იმ მოქმედებაზე უშუალოდ, რომელსაც ქართველი ხალხი მოქმედებს და მხარდაჭერაზე დემოკრატიული სამყაროსი ამ პირობებში. თუ სწორად გავიგე, თქვენ გინდა თქვათ, რომ ჩვენ ახლა ხალხმა უნდა მოითხოვოთ პირველ რიგში ეგ მაქსიმუმიტეტის დაბრუნება, ანუ რეფერენდუმის გზით ხალხის ნების განხორციელება და არა დაუშვათ ის, რომ პირდაპირ მეთოდით დავამხოთ ეს ხელისუფლება ან მოითხოვოთ გადადგომა? აი მოდით დემარკაციის ხაზი გავატაროთ ჩვენ, ესე არის კონკრეტულად რო იყოს და კიდე არ გამოგვივიდეს რაღაც გაუგებრობა. ესე იგი პოლიტიკაში საერთოდ, აი პოლიტიკურ თაღლითობა ვახსენე მე, ხო? ამ პოლიტიკურ თაღლითობას აქვს თავისი პოლიტიკური საფუძვლები აქვს. ანუ თეორიული ბაზაც არის ამ თაღლითობისა, თეორიული ბაზა არის, წოდნაც არის გარკვეული და პრაქტიკას გამოცდილი. ეს ახალი არ არის, რასაც ახლა მე ვლაპარაკობ. ამიტომ აუცილებელი არის პოლიტიკურად, რადგანაც სამართლებრივი ხარვეზის გამოყენებით არის გაკეთებული, აი თქვენ მოთხოვნა რო თქვით, რა უნდა მოვითხოვოთ, იმაზეა საუბარი. აუცილებელი არის მათზომიერი მოქმედება. ოღონდ პოლიტიკურად რაციონალური. ესე იგი რა მინდა ვთქვა? აი მოთხოვნა ამ ვითარებაში მარტო რომ მოითხოვო, ეს მოითხოვო, ან ეს მოითხოვო, არ არის გადამწყვეტი ამ ვითარებაში. ეს რას ამბობს ეს პოლიტიკური მოქმედებასო? ეს ამბობს რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს, რომელი მოთხოვნითაც მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესები, არა აქვს მაგას პრინციპული მნიშვნელობა, არჩევნების ჩატარების მოთხოვნა არის, თქვათ. ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოთხოვნა არის ოდიში, ერთი საკითხი არის დემარკაციის ხაზი, ამას მოიაზრებს, რომ ჩვენ რადგანაც რუსეთისგან ვართ ნაწილობრივ ოკუპირებული დღეისათვის, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ საკითხის უგულოყოფა. ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ პოზიციაში, იმიტომ რომ გამორიცხული არის რუსეთთან, თქვათ, პოლიტიკური დალაგების ინტერესებიდან გამომდინარე რაღაც მოთხოვნებზე უარის თქმა. მისთვის რას ვლაპარაკობ მე? ეს არის ცალსახა, იმიტომ რომ აი რუსეთმა რო აღიარებდეს ახლა რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მე ვაღიარებ და ამ პროცესებს აი ესეთ მდგომარეობაში თქვათ პრინციპში მომხრე ვარ იმისი რომ ასე საკითხი გადაწყვეტს, სხვა საკითხი არის და სხვანაირად შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ მე როდესაც ვლაპარაკობ გარე ორიენტაციაზე, გარე ურთიერთობაზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, რა უნდა მოვითხოვო და რა არა, ცალსახად მოიაზრება ის, რომ აი ამ ნაწილობრივი ოკუპაციის პირობებში კოლაბორაციული მოთხოვნა ან კოლაბორაციული პოლიტიკით განხორციელება რაიმე ცვლილებისა საქართველოში გამორიცხული არის. მიხდით რას ვლაპარაკობ? რუსთან კოლაბორაციო. რუსეთთან. რუსეთის კოლაბორაციული მოთხოვნაზე. პოლიტიკურ მოთხოვნაზე. ესე იგი, აქ საუბარი არის მასეთ, რომ პოლიტიკური მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს იმ პოლიტიკურ პროცესების მოთხოვნას, რომელიც სტიქიურად არის ჩამოყალიბებული. სტიქიურად არის რა არის ახლა ჩვენთან ჩამოყალიბებული? ერთი არის არალეგიტიმური არის პარლამენტის ცენტრალური ხელისუფლების არჩევნები. და ხალხი მოითხოვს, განსაკუთრებით ოპოზიციურ სპექტრი მოითხოვს ახალი არჩევნების დანიშვნას. საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება აღიარებს, რომ არალეგიტიმური არის ეს არჩევნები და მხარს უჭერს. და ასე ვთქვათ, ზემოქმედებას ახდენს დღევანდელ ხელისუფლებაზე დანიშნოს ახალი არჩევნები. ეს მეორე მომენტია. მესამე მომენტი არის ის, რომ რაც ძირითადი არის ხალხის უმაყოფილობისა. ეს არის ევროატლანტიკური, ანუ დასავლური დემოკრატიული ორიენტაცია. ესე იგი, იმ ცხოვრების წესის და იმ ცხოვრების დონის და იმ ცხოვრების ტიპის უპირატესობის მინიჭება, რომელიც არის თქვათ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ სხვა ცხოვრებებთან დაკავშირებით. ესე იგი, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა უფრო ყურადღებას და უფრო მიაჩნია მიზანშეწონილად, რომ ისეთნაირად უნდა იცხოვროს. აი ეს არის ახალგაზრდობას განსაკუთრებით და ახალგაზრდობა ეს არის ყოველთვის პროგრესის მატარებელი, ეს არის ზღაპარი. ზოგი რო ეძახს ახალგაზრდობა ცუდია,
შემდგომ ეს ორიენტირებული არიან, დაყავთ ეს მე შემდგომ სხვადასხვა ორიენტაციაზე, სხვადასხვა პოლიტიკურ იდეოლოგიაზე ასე შემდგომ. გამორიცხული არის ახალგაზრდობა, როგორც წესი, ეს არის პროგრესი საზოგადოებისა და ახალგაზრდობა ყველაზე გზნობიარე ბარომეტრი არის იმ ნაკლოვანებების და იმ სიკეთის შემფასებელი, რომელიც იმ მომენტისათვის ახასიათებს, ხო? ესე იგი რა გამოდის აქედან, რომ პოლიტიკური პროტესტი რომელიც არის და ამას ვინ ეწინააღმდეგება? ესე იგი პროდასავლურ ორიენტაციას დღეს ვინ ეწინააღმდეგება? კონსტიტუციაში წერია 78 მუხლია, მე შემიძლია საჯაროდ განვაცხადო, ევროატლანტიკური ორიენტაცია, ხო? და თუ ამას ვინმე ეწინააღმდეგება, უნდა პასუხი აგოს ამ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით. ხალხი გამოიწეს ევროატლანტიკური ორიენტაცია გვინდა ამ საკითხთან დაკავშირებით და არ ვთვლით მიზანშეწონილად, რომ შეწყდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პოლიტიკა. შევალთ ევროკავშირში თუ არ შევალთ, მივახცევთ თუ არა, სხვა საკითხია. აქ ლაპარაკი არის პოლიტიკა რო არ შეწყდეს იმ პირობებში, როდესაც რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული ვართ და რუსეთი ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობაზე იძახის არაო, მე გამორიცხული არის. ესე იგი მე ხო ზუსტად მე მგონი გასაგებად ლაპარაკობ. ესე იგი ლაპარაკი ევროკავშირში შესვლაზე კი არ არის მართლა რომ შეხვიდე. ამაზე არის ლაპარაკი. ლაპარაკი არის პოლიტიკის გაგრძელებაზე ამ მიმართულებით, რომ იმ სიკეთეებით, რაც ამას არსებობს, შესვლამდეც რომ ხალხმა ისარგებლოს და აქეთკენ განვითარდეს. ესე იგი ეს პოლიტიკაო არ შეწყვიტოთო, ამაზე არის საუბარი. მიიღეს გადაწყვეტილება რომ შევწყვიტოთო ეს. ესე იგი 30 წლამდე გავაჩეროთო. კი, არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება პირდაპირ. არაკონსტიტუციური არის, მაგრამ არაკონსტიტუციური რო არის ეს რომელიმე სამართლებრივი ორგანომ ლეგალურად ხო უნდა დაამტკიცოს და ეს არ არსებობს ჩვენთან, ხო? ანუ პოლიტიკური თვალსაზრისით არასწორი გადაწყვეტილებაა. პოლიტიკური თვალსაზრისით არასრულყოფილი გადაწყვეტილება არის, ხო? ესე იგი უკმაყოფილება არის ამასთან დაკავშირებით. ეხლა მე მეორებ კიდევ მე. ესე იგი ამ საფუძველზე, რომელზედაც არის, მიზეზი ამისი რა არის? ფალსიფიცირებული არჩევნები რო ჩატარდა და ახალ არჩევნებს არ ნიშნავენ. პროტესტი ამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება და მაინც არ ითვალისწინებენ ამ პროტესტს ახალ არჩევნებს არ ნიშნავენ. ეს კანონმდებლობის გამტკიცება მიმდინარეობს ძალის გამოყენების შესაძლებლობის მიღების მიზნით. ესე იგი, უშუალო სახელმწიფო ძალადობა რაშიც გამოიყენონ სამართლებრივი ბაზას უფრო აფართოებენ ამ მიმართულებით, რომ პოლიტიკური უფლებების შეზღუდვით მოხდეს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ნების მქონე ჯგუფის ინტერესების განხორციელება სახელმწიფო ძალადობის გამოყენებით, ხო? ეს მიმდინარეობს და აი ასეთ ვითარებაში ეს ყველაფერი, რასაც ვამბობ, ხალხი, მოსახლეობა უსუსურია, მიხვდით რას ლაპარაკობ. გამოდიხარ პროტესტს უცხადებ, ეუბნები ჩვენი არის ძალაუფლება, მე ჩამოვთვალე რომ ასეთი მდგომარეობა არის, მაგრამ ვერაფერს ფაქტიურად ვერ აკეთებ იმისათვის, რომ ეს პროცესი, რომელზეც მე ვლაპარაკობ, ეს პოლიტიკური მიმდინარე პროცესი, რომელიც არის შემოგდებულია, ეს პროცესი არ იფიქროთ, რომ შემთხვევითი პროცესი არის. ეს პროცესი არის განზრახ შემოტანილი იმისათვის, რომ ავტორიტარული მმართველობა გაძლიერდეს და თუ კი აუცილებლობა გახდეს ტოტალიტარულში გადავიდეს ეს მმართველობა, ან უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება დესტაბილიზაცია მოხდეს. სხვა მიზანი ავტოკრატიული მიმართულების და ავტორიტარული მმართველობის დაკარგვის სურვილი არა აქვს იმ ჯგუფს, რომელიც ხელისუფლებაშია და სამწუხარო ისიც არის, რომ ამაში მონაწილეობას ღებულობს ოპოზიციის ნაწილიც. ესე იგი, ოპოზიციური პარტიების ნაწილი იმდენად არის აყოლილი ამ ფორმალურ დემოკრატიას და აიყოლიეს ეს ფორმალური დემოკრატიით, რომ გონია თუ არჩევნებით გადაწყდება პრინციპული საკითხი, რომელიც ეხება ხალხის სუვერენობას და დემოკრატიას და რაც არის დასავლური და ევროატლანტიკური საერთოდ დემოკრატიული სამყაროს საფუძველი. ესე იგი, უშუალოდ დემოკრატია, ის ამბობს აბრაამ ლინკოლნის აქვს ნათქვამი ასეთი, რომ დემოკრატია ეს არის ხალხის ძალაუფლება, განხორციელებული ხალხის მიერ ხალხის ასიკეთოდ. ესე იგი, ხალხის ძალაუფლება თუ არ არის ხალხის სუვერენობა. იქ ზედმეტი არის ლაპარაკი წარმომადგენლობით ელექტორალური დემოკრატიით, დემოკრატიული ცვლილებების და მით უმეტეს დემოკრატიის განხორციელებაზე, თანაც პოსტსტარტ და სივრცეში. ეს აუცილებლად გამოიწვევს ან ტოტალიტარიზმის, ან დესტრუქციული მოვლენების ჩამოყალიბებას შემდგომისათვის. ესე იგი, რა გამოდის ახლა აქედან? აქედან გამომდინარე, რომ მე რა ჩამოვთვალე ეს ყველაფერი. ეს არის შედეგი იმისა, რომ თავარი საკითხი ხალხის სუვერენობა რო არის შეზღუდული, ამაზე არავინ არაფერს ლაპარაკობს. რომელიც არის ლეგალური. აი ჩვენ ახლა ვთქვათ, რომ
აღუდგეს ქართულ ხალხს რეფერენდუმით კანონის მიღებისა და გაუქმების უფლება. კი ბატონო. ვინაიდან ამ უფლების დაბლოკით ხელისუფლებას შეზღუდულია ხალხის სუვერენობა. დემოკრატია გადახაზული, ამაზე არის ლაპარაკი, ხო? და ეს პროცესი გამოყენებული იქნეს საზოგადოებრივ პროტესტში, არჩევნების პროტესტთან დაკავშირებით და ევროატლანტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, შედეგთან დაკავშირებით. ესე იგი, ეს საკითხი არის მიზეზი და ფალსიფიცირებული არჩევნები და ხელისუფლება რო დღეისათვის აკეთებს აი ესე ბლოკავს დემოკრატიულ სამყაროსთან ინტეგრაციას და აძლიერებს ავტორიტარული ნების საფუძველზე კანონმდებლობას პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ, ეს არის შედეგი ამისი, ხო? ამავე დროს ეს ორივე საკითხი ვერ ეტყვით ახლა თქვენ რომ სასამართლოებთან დაკავშირებით რომ მიიღეს ახლა კანონი, ხო? საკუთრებასთან დაკავშირებით ახლა მე არ წამიკითხია კანონი მიიღეს გადასახადებთან დაკავშირებით, რომ გადასახადების, ესე იგი, კერძო საკუთრებაზე წარმართავენ ზიანს, ზარალს, რომელიც მიაყენა, თქვა, რომელიმე საზოგადოებამ ეს იქნება კორპორაციული თუ პირადი სამეწარმეო მოქმედება და ასე შემდგომ. ან სისხლისამართლებრივი დანაშაული თუ იქნება, კერძო საკუთრებაზე წარმართავენ ზარალს, რომელიც არის მიყენებული, ხო? ეს კანონი ხო მიიღო ხელისუფლებამ. ეხლა თქვენ ისე არ გამიგოთ რომ მე ვლაპარაკობ რომ ეს კანონი არის არასწორი. მე ამას ვერ ვიტყვი და ვერც განვაცხადებ, იმიტომ რომ რა კანონს აწყებულობს ხელისუფლება? ყველა კანონი არის სწორი სამართლებრივად, იმიტომ რომ აქ ამისი უფლება მაგასთან ნება რომ ეს მიიღოს და გააკეთოს. ვინაიდან ეს შეზღუდვა არ არის, რაზედაც მე ვლაპარაკობ, მაგრამ ეს შეზღუდვა როდესაც არის, კერძო საკუთრების უფლებას ვერ ზღუდავს. მიხდით რას ვამბობ მე? ესე იგი, გამოდის რომ აი ამ უფლების მოპოვება არის აუცილებელი და ეს არის ლეგალური საფუძველი იმისა, რომ მოითხოვო შენ ამ უფლების აღდგენა. ეს არ არის არალეგიტიმური არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ. ესე იგი, შენ რომ მოთხოვო ეს რომ მე დამებრუნე ამასთან დაკავშირებით და ხელისუფლება ვინც არის დაიწყოს ამასთან დაკავშირებით, თქვათ, სხვადასხვანაირი მოქმედებები, გაჭიანურება და ან საკანონმდებლო ინიციატივის სახე მიეცი და ასე შემდგომ მის მიერ დაწესებული ნორმების მიხედვით და ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ეგ ნორმები, რომელიც მაგას დაწესებული. ჩვენ გვაინტერესებს ერთი რამე, რომ სუვერენობა ეკუთვნის ხალხს საქართველოში, შეზღუდულია კონსტიტუციით, კონსტიტუციური პოლიტიკური წყობილებიდან და მის საფუძვლებიდან გამომდინარე, როგორც უნდა აღუდგინოს ოპერატიულად, უნდა ერთი პარლამენტის ხმა ჩაატაროს, უნდა არალეგიტიმური პარლამენტის ხმას, ნებავს, ესე იგი, საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელოს, ნებავს ინიციატივის სახით, როგორც უნდა. არა აქვს მას უფლება, რომ ლეგალურად ამაზე უარი განაცხადოს, ესე იგი, ოფიციალურად თქვას, რომ არა, სუვერენობა მიტაცებული მაქვს, უნდა დაამტკიცოს ის მაგან ლეგალურად. რომ სუვერენობა მას მიტაცებული არ აქვს და ლეგალური საფუძველი არის მიტაცებული აქვს, იმიტომ რომ უწერია პირდაპირ მიხდით რას ლაპარაკობ. ესმის, მაგრამ თვითონ ჩვენ ხო გვესმის რომ არ გააკეთებენ მაგას. ეხლა უყურეთ რო არ გააკეთებენ. აი ამას რო არ აკეთებენ, ეს არის ლეგალური საფუძველი პირდაპირ დემოკრატიული მოქმედებით სხვა ფორმების გამოყენებისა. უკვე ლეგალური საფუძველია. აი ხო თუ ლეგალურ საფუძველს თქვენ ვერ იყენებთ. დიახ. იმასთან დაკავშირებით რომ დანიშნოს არჩევნები, არ ნიშნავს არჩევნებს. არალეგიტიმური არის ვიძახით აქედან ხალხი, ხო? არის მხარდაჭერა, რომ არალეგიტიმური არის. არალეგიტიმური არის მე რა, იქ და მართალიც არის, პოლიტიკური თვალსაზრისით ვლაპარაკობ, თავის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. პოლიტიკურად იგებს ის ამ პოზიციაში, რომ მართალიც არის ის, რომ ხელისუფლებაში არის უმრავლესობა გააჩნია, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის, არალეგიტიმური პოლიტიკური შეფასება, მაგრამ არალეგალური რო არის, არ არის სამართლებრივი გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, ხო? მიხდით რას ვამბობ? ამაზე რომ დაიწყო უშუალო დემოკრატიული მოქმედება და უშუალო დემოკრატიული მოქმედების სხვა ფორმები გამოიყენო, ისეთი როგორც არის მიტინგი, მანიფესტაცია, გაფიცვა, დაუმორჩილებლობა და გადაუდებელ აუცილებელ შემთხვევაში. მე არ ვეძახი და არავის არ მოუწოდებ აჯანყება ეს საკეთ, მაგრამ გადაუდებელ აუცილებელ შემთხვევაში აჯანყებაც არის გათვალისწინებული თუ ძალაუფლება, ხალხის სუვერენობა მიტაცებული არის უსამართლოდ და უარს აცხადებენ ამასთან დაკავშირებით მის აღდგენაზე. მიხდით რას ვამბობ? ანუ ამისი მოწოდება, ეხლა რო ეძახიან, რომ არა დავამხოთ ხელისუფლება, რა თუ არჩევნებს არ ჩაგვითარებს, ან ეხლა რო ვამბობ, რომ ძალაუფლება თუ არ აი ხელისუფლებაზე ხო ვლაპარაკობ, რომ ამის გამო დავამხოთ, არ შეიძლება ეს მოწოდება. ესე იგი, თუ ხელისუფლება ამ მოთხოვნაზე რო წააყენებს შენ
უარს აცხადებს, ასეთ შემთხვევაში გააჩენ უფლება სხვა უშუალო დემოკრატიული მოქმედებისა. ანუ ეს არის წინა პირობა იმისათვის, რომ მოხდეს ამისი სამართლებრივად ლეგიტიმაცია. მაგრამ რაშია საქმე იცით? თვითონ ამ მოთხოვნით, ანუ მოთხოვნა დღეისათვის უნდა იყოს, რომ პირველი მოთხოვნა უნდა იყოს ხალხის სუვერენობის აღდგენა. ვინაიდან დღეისათვის არჩევნების ფალსიფიცირება არის შედეგი ხელისუფლების მიერ ხალხის სუვერენობის მიტაცებისა, რეფერენდუმით კანონის მიღებისა და გაუქმების უფლების დაბლოკით. ეს ფალსიფიცირებული არჩევნები ამის შედეგი არის. თუ კი მოთხოვნა იქნება, რომ ეს აღდგეს ხალხის სუვერენობა ამ სახით, მასთან ერთად იქნება მოთხოვნა ის როგორიც არის, ჩატარდეს არჩევნები, არაფალსიფიცირებული არჩევნები და განთავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, როგორც არის, ხო? ეს იძლევა უკვე ლეგალურ საფუძველს უშუალო დემოკრატიული მოქმედებისა. მიუხედავად იმისა, რომ მართალია ორი მოთხოვნა, რომელზედაც ვამბობ, ბოლო ორი მოთხოვნა ლეგალური ხასიათით სუსტი მოთხოვნა არის, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ძლიერი მოთხოვნა არის და ამაზე არის პოლიტიკური პროცესი აგებული. აი ეს პირველი მოთხოვნა ლეგალური მოთხოვნა არის, რომელიც გაძლევს შენ საშუალებას აშკარად ჩამოაყალიბო ეს საკითხი და განახორციელო უშუალო დემოკრატიული მოქმედებები ლეგალურად. აი ეს არის პრობლემა. მაგრამ მაგაზეც ხომ არ გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ეს ხომ თქვენი ინტერპრეტაცია ან ჩვენი ინტერპრეტაცია შეიძლება იყოს, რომ ეს კონსტიტუცია ეფუძნება 21 წლის კონსტიტუციას და შესაბამისად ის, რომ რეფერენდუმები აგრეთვე დადებულია კანონის მიღებისთვის ან გაუქმებისთვის არალეგალურია. ხომ ამას ვაფუძნებთ ჩვენ? ან ლეგალური, ის რომ ლეგალური იქნება ჩვენი მოთხოვნა, რომ დაუბრუნოს ხალხს სუვერენიტეტი. ეს ეფუძნება 21 წლის კონსტიტუციას. მაგაშია საქმე. თუ ბუნებით კონსტიტუციაში წერია, რომ ჩვენი კონსტიტუციის საფუძველი არის 1921 წლის კონსტიტუციის სამართლებრივი მემკვიდრეობა. კი, მაგრამ უფრო მკაფიო რამ წერია, რომ ხელისუფლების ყველა ორგანო უნდა მოქმედებდეს იმისთვის, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროატლანტიკულ გაერთიანებებში, მაგრამ პირდაპირ თქვენს არ გავაკეთებთ მაგას და ანუ ირიბი მინიშნები, ანუ პირდაპირ წერია იმას არასრულებენ და ირიბი მინიშნება რაც არის იმას რატო შეასრულებენ. ეს აცხადებს, რომ მასე ახლა მე კი განვაცხადე, რომ დაბლოკეს მეთქი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, ევროკავშირში ინტეგრაცია. მაგრამ მე ბოდის მოვიხდენ, თლად მასე არ მithქვია, ესე იგი ნაწილობრივ თქვი სიმართლე ამ საკითხთან დაკავშირებით. მეორე სიმართლე ის არის, რომ 30 წლამდეო დაბლოკოთ. ესე იგი იქ ვადა გამოაცხადეს, რომ მიზეზი თქვეს ამის გამო. განა იქ კონსტიტუციაში ჯდება ესო? მაგას აცხადებენ, რომ ჩვენიო მიზანიო ევროატლანტიკური ინტეგრაციის უარყოფა კი არ არისო. ჩვენი მიზანი არის ის, რომ იმათი პოზიცია არ გვაძლევს საშუალებასო, რომ მოახდინოს სრულფასოვანი ინტეგრაციაო. ამისათვის ვწყვეტ თუ ამ საკითხსო ინტეგრაციის პოლიტიკასო, რომ შემდგომ მოახდინოთ დემოკრატიული ცვლილებების განხორციელება და მერე შევიდეთ ევროკავშირში და ისევე აცხადებენ, რომ ევროკავშირში შევდივართო. ამაზე არის საუბარი. და თქვენ მაინც მიყავთ თქვენ შეკითხვაში სამართლებრივ ჭრილში ამ საკითხის განხილვამ. არა, მოდი ეს არ განვიხილოთ სამართლებრივ ჭრილში, მაინც არსი ის არის, რომ სამართლებრივი ტერმინებზე და ნიუანსებზე შეიძლება ბევრი ხანი ვიდაოთ, მაგრამ ვიცით, რომ თქვენ ახსენეთ, რომ ავტოკრატიულ რეჟიმში ვართ. და ისიც თქვით, რომ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა მექანიზმია, რომ ხელისუფლების სამაშტომ კონსოლიდაცია ანუ ერთი პირი არ შეკრას და ხალხის წინააღმდეგ არ გაერთიანდეს. ჩვენ რეალურად მანდ ვართ, ხომ სასამართლო საკანონმდებლო ორგანოს და აღმასრულებელი ხელისუფლებაც შეკრულია, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ხო? და ხალხს ასევე სიტყვის უსურვება ახსენით, ვართ უსუსურვართ რეალურ საზოგადოებამ ამ რეჟიმის წინააღმდეგ დღეის მდგომარეობით ყოველ შემთხვევაში. და რაიმე იმედი გააქვთ ამ რეალობის ცვლილების? უსუსური ვარ სამართლებრივად. აი იმ სამართლებრივად რეალურადაც ხო. რეალურად როგორ არის უსუსური საზოგადოება? დე ფაქტო არ ვართ. დე ფაქტო უსუსური არა ვართ, იმიტომ რომ დე ფაქტო განწყობა ხალხისა, რასაც მე ვლაპარაკობ. აი დე ფაქტო მდგომარეობა არ არის განპირობებული მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული მოქალაქეების სურვილით. ეს დამპირობებული არის პოლიტიკური დინამიკით, რომელიც არის შექმნილი. ესე იგი, აი ამ პროცესებს, რომელიც ჩვენთან იყო, წინ ხო გარკვეული პოლიტიკური პროცესები მიუძღოდა. კი ბატონო. გახსოვთ? ხო ეძახდა ოპოზიცია, რომ არჩევნები და არჩევნები არის ყველაფერი. ეხლა უკვე პრობლემა შეიქმნა, ესე იგი, არჩევნებთან დაკავშირებით დისკუსია არის.
განსაზღვრული. ანუ ოპოზიციური ძალები ხვდებიან, რომ ეს არჩევნები არ არის მთავარი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს იმ პოლიტიკური რეალობას, რომელიც პოლიტიკური განვითარების დინამიკით არის ნაკარნახევი. ხო, თქვენ არ იფიქროთ, რომ აქ პოლიტიკური ჩვენი აქტიურები ვართ თუ არა აქტიურები, მარტო ჩვენს სურვილზეა დამოკიდებული და ჩვენს მოსაზრებაზე. აი ეს დამოკიდებულია ფსიქოლოგიურ განწყობაზე, ჩვენი მოქალაქეების და ამ განწყობაში ზეგავლენას ახდენს როგორც გარე ფაქტორები, გარე პოლიტიკური ვითარება, რომელიც დღეისათვის მიმდინარეობს და ის ყოველდღიური ცხოვრებისეული მომენტები, რომელსაც ის აწყდება, ეს ახდენს გავლენას. ეს მომენტი ახდენს გავლენას. და ახდენს ასევე სამართლებრივი ხასიათის მომენტები, რომელსაც ხელისუფლება აყალიბებს, ხო? და გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს ასევე სულიერ განწყობას, ისტორიულ განწყობას. ესე იგი, ადამიანის ნებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს ეს ისტორიული განწყობა. საქართველოში თვითონ თავისუფლებისადმი, ევროპულობისადმი, დამოუკიდებლობისადმი, აი ამ ცხოვრების მიდრეკილება არა ავტორიტარული ცხოვრებისადმი მიდრეკილება, ანუ ინდივიდუალური თავისუფლებით ბაზე დამოკიდებული ცხოვრებისადმი მიდრეკილება. ისტორიული ფაქტორია ეს დამახასიათებელია ერისათვის. ანუ ეხლა თქვენ რო ამბობთ, რომ შეზღუდული ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით, სამართლებრივად შეზღუდული ვართ. გეთანხმებთ მაგაში. მაგრამ სამართლებრივი შეზღუდულობა არ გამოიხატება უსუსურობით. იმიტომ რომ თვითონ რეალური მდგომარეობა, რომელიც დღეს საზოგადოებაში ჩვენთან ყალიბდება, ცხოვრებისებული საკითხები იძულებულს ხდის ამას, რომ ებრძოლოს, შიგნით ებრძვის თუ გარეთ ებრძვის თუ რო იბრძოლოს და იმოქმედოს, ამის мотиваციას აძლევს. ესე იგი, სახშიც რომ დაანებოს თავი და დაჯდეს ახლა დაუშვა. იმის საშუალებაც არ აქვს სახში წყნარად იჯდეს. ესე იგი, იძულებული არის, რომ ეს мотиваცია აიზულებს მას, რომ უკმაყოფილება გამოხატოს და ამ мотиваციის საფუძველი მეც ვამბობ, მარტო ევროატლანტიკური ინტეგრაცია კი არ არის და თქვათ აი ეს არჩევნების საკითხი. ინტეგრაცია არის ცხოვრებისეული პრობლემები, რომელიც არის შექმნილი დღეისათვის. აი ელემენტარული ცხოვრებისეული პრობლემები ახალგაზრდებმა, ხო? რატო არის ახალგაზრდობა რო გამომისა? ხო ამბობ ზოგიერთმა მოახერხა წავიდა საზღვარგარეთ ისწავლა, ზოგი დარჩა, ზოგი ჩამოვიდა. რატო არის მოქალაქეების უმრავლესობა მხარს რო უჭერს ამ პროცესს და უკმაყოფილოა? ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიური, სოციალური, სამართლებრივი პოლიტიკით, ხო? იმიტომ არის, რომ რეალური ცხოვრების პირობები, რომელთანაც მას უხდება ყოველდღიურად შეხება, ეს აიძულებს მას, რომ გამოხატოს თავისი უკმაყოფილება ამასთან დაკავშირებით და ეს აიძულებს მას, რომ ის უმოქმედობა, რომელიც მისთვის შესაძლებელი იყო და მომთმენი იყო, რომ თქვათ, ქმედება გამოიხატებოდა იმაში, რომ გაჩუმებულიყო, თქვათ და მართალი არ ეთანხმებოდა, მაგრამ თანხმობა გამოეცხადებულიყო, ვეღარ ცხოვრობს ამ პირობებში ეს უმრავლესობა. იძულებულია ან გაიქცეს აქედან საერთოდ და წარიელდება, ხო? ან იძულებული არის შეცვალოს და მოქმედება დაიწყოს. ანუ მე მინდა ვთქვა, რომ ეს мотиваცია იმისა, რომ აი ეს გაიზარდოს ეს პროტესტი და გაძლიერდეს, ამის мотиваციას იძლევა თვითონ ხელისუფლების მიერ არაკომპეტენტური დღეისათვის განხორციელებული მმართველობა საქართველოში ავტორიტარული ტიპის, ანუ ავტორიტარული ტიპის მმართველობა დღეისათვის ამ რეგიონში საქართველოში არ იძლევა პოლიტიკური სტაბილურობით ცხოვრების საშუალებას. თუმცა იძახიან, რომ მშვიდობა გვინდა და პროგრესი გვინდაო. ესე იგი, ეს დემოკრატიული გარდაქმნა ცხოვრებაზე, რაზედაც ლაპარაკობ მე, ანუ მოქალაქის წინ წამოწევა და მოქალაქეთა უმრავლესობის ინტერესების წამოწევა. და არა სახელმწიფოს ინტერესების წამოწევა, მიხვდით რა მინდა ვთქვა? ესე იგი, აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის, სახელმწიფოს შემოსავალი აქვს, ეკონომიკა გაიზარდა და ასე შემდგომ. მოქალაქე როგორ ცხოვრობს, როგორ დადის მისდამი, მისი ცხოვრება, როგორი პირობები არის, ამაზე არის საუბარი და რამდენად არის მშვიდობა მისთვის უზრუნველყოფილი. როგორ შეიძლება მშვიდობა იყოს? ამდენი ხნის განმავლობაში პროტესტი არის და სასამართლოებში ესეთი პროტესტი მიმდინარეობს და ამავე დროს თვითონ ცხოვრებისეული პირობები, რასაც ლაპარაკობთ მოქალაქეთა უმრავლესობისათვის, სიკეთისკენ რო იყოს ეს მიმართული და ესე იგი პროგრესული გაზრდა იზრდებოდეს, რაიმე მიმართულებით ლაპარაკობ მე ეს ან თქვათ შემოსავლების თვალსაზრისით ინდივიდუალურად, ან მოხმარების თვალსაზრისით რომ მოიხმარს ადამიანები, ან სამართლის მიღწევის თვალსაზრისით რო იყოს, ხო?
ან სხვა მოქმედებით, ან პენსიის თვალსაზრისით პენსიონერებია ძალიან ბევრი. აი რაღაცა ხელშესახებელი რო იყოს, არ იქნებოდა მაშინ საფუძველი და იქნებოდა უსუსური, მაგრამ რადგანაც ეს საფუძვლები არსებობს, ეს თვითონ უზრუნველყოფს, ეს იძლევა სტიმულს უკმაყოფილებისა და იმ პოლიტიკური აქტივობისა, რომელიც ჩვენთან გამოვლენა პოვა ამ პოლიტიკური პროტესტის სახით. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ? საფუძველი რო არ იყოს აქ რაღაცა სხვა. რა მართლა ეს 100 დღის და რამდენი ხანი არის პროტესტი არის. ეს პროტესტი შენარჩუნებოდა როგორი ფინანსირებული არ უნდა იყოს. ესე იგი, ეს ძირითადი უკმაყოფილება, რომელიც გამოწვეული არის პოლიტიკური ცხოვრების, ანუ თვითონ ამ პოლიტიკური ცხოვრების ორგანიზაციის დრომოჭმული წესით და ავტორიტარულ წესი არის ლაპარაკი აქ. ავტოკრატიაზე კი არ არის, იმიტომ რომ ავტოკრატია ზოგიერთ ქვეყანაში პროგრესულიც არის. აი ესე იგი, ავტოკრატიული მმართველობა ზოგჯერ არის ისე, რომ სარგებელი მოაქვს გარკვეული პერიოდის განმავლობაში და მერე გადადის დემოკრატიაში. მაგრამ როცა ავტოკრატიულ მმართველობას დემოკრატიისთვის და სარგებელი კი არ მოაქვს მოქალაქეებისათვის, პირიქით ტოტალიტარიზმისკენ უმიზგებს და მით უმეტეს პოსტსაბჭოთა სივრცეში, საბოლოო ჯამში ეს აყალიბებს არა პოსტსაბჭოური ტიპის ტოტალიტარულ სისტემას, რომლის მიმართ ნოსტალგია გააჩნია გარკვეულ ნაწილს, არამედ მაფიოზურ სისტემას აყალიბებს. აი, ესე იგი, აქ ახლა ხო შესაძლებელია, რომ ამ განვითარებამ რაღაცა მოგვცეს ჩვენ შემდგომისათვის, ხო? თქვათ არადემოკრატიული. მაგრამ არადემოკრატიული ტოტალიტარული სისტემა კი არ იქნება, როგორც არის, თქვათ, საბჭოთა კავშირში რო იყო. მაფიოზური სისტემა ჩამოყალიბდება. ზოგი ელოდება ბელორუსიის ტიპის სისტემა როგორი იქნება. ბელორუსია კი არ იქნება. მაფიოზური სისტემისკენ ის სოციალურ კუთხითაც რეგრესი იქნება. რეგრესული იქნება, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის დამახასიათებელი არის იმ გარე და შიდა ფაქტორების გათვალისწინებით, რომელიც დღეს საქართველოსზე მოქმედებს. აი ეს არის მოსალოდნელი ამ ეთარებაში. მეგობრებო, ჩვენ ამ საუბარს მომდევნო გადაცემაში გავაგრძელებთ. საინტერესო დისკუსია და აუცილებლად შევხვდებით ისევ.